ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღე გახლავთ დღეს. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს და ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში. მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა კარიბჭის ხატი. როგორ არის დაუჯდომელში სიტყვები გიხაროდენ სახიერო მეკარეო საბოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო. მაშინ სადამე აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს და სამოთხეში უშვებს. სწორედ ამიტომ მიმართავთ ჩვენ მას, ასე გვაცხოვნენ ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო. მხოლოდ მას მივმართავთ. არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა. როგორც ის შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, სრულიად და ყველაზე გამორჩეული ხატია ივერის ღვთისმშობლის ხატი. და აი ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით უფალი ჩვენ გვახსენებს, რომ ის არტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, ის არტოვებს საქართველოს და რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენთვის და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის და ამ ხატის მოვლენებაც, როგორც გითხარით, არის ამის ერთ-ერთი დასტური, მისი ფარველობის და წყალობის და ამ ხატიდან გვეძლევა ჩვენ შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ.